ვის ეძახი მდიდარს რა. როდის ხარ მდიდარი? თუმცა აი პრივატიზაციას ვინც ასე რომ ვთქვათ მოაჯდა და მაგით იხეირა, ის ხალხი დღესაც კარგად ხეირობს. შეიძლება რაღაცა თქვა რომ ის საშუალო ხელფასზე 10 ჯერ მეტი. მაგრამ საშუალო ხელფასი არის 2000 და 20000 თუ გაქვს მაშინ ხარ მდიდარი. პლუს ამათ უნდათ გაზდა, მაგრამ აღარ გაზარდეს მე, იმიტომ რომ ფული გაუჭირდათ რა. და ამიტომაც თქვეს რომ მოდი იქნება ამ შიში რაღაც ხერიც ვნახოთო, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ფული უბრალოდ თქვენ არ გაქვთ. აი მაგას ვეთქვი რომ პირველ რიგში ქოცებმა მინდა იცოდნენ რომ სუპის ფული გაქვს შენ და იქ ტიპი გეუბნება რომ აი კარწია და როლექსი არავის არ უკვირს რა. რაც მაქვს იმითი გავდივარ იოლა. სუპი მაქვს უჭა მივირთმევ. როლექსი და კარწიეს სამაჯური უკეთია ყველას თბილისში. მე ყოველ მეორეს არა კარგით რა მართლა სირცხვილია. სიარარსის აქ ქონდა გამოკითხვები რა ხელფასი სურვებდი ჩათვლიდიო ადამიანებს ეკითხებოდნენ რომლითაც ჩათვლიდიო რომ შენო ხარო შეძლებული გამიკვირდა რამდენად დაბალი იყო ეგ თანხა იმდენად გაჭირვებული ქვეყანა ვართ რა რომ ვიღაცამ შეიძლება მოსახლეობის შეიძლება 20% ამბობს რომ 2000 ლარი თუ მექნება ხელფასი უკვე ვიქნები ჩავთვლი რომ აი მაგრა ვარ რა. არსებული ტენდენციების პირობებში 3500 ლარამდე გაიზრდება 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი. აი 24 წელს გადასახადი ფიზიკური პირის მიღებული დივიდენდებიდან მეწუთი. ეს გადავამოწმო. ანუ საქართველოს როგორც გამდიდრების ადგილის ამბავში ეს ძალიან საინტერესოა. ეხლა მოდი ვნახოთ ხელფასები. და ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ მოხდა ესეთი უცაბედი რაღაცა ყვავილება ჩვენი ეკონომიკის და მოსახლეობის რაღაცა გარკვეული ფენის. ეხება რაღაც გარკვეულ ჯგუფებს, პრივილეგირებულ ჯგუფებს და ეს არ არის საზოგადო სიკეთე. ამით არ იქმნება საზოგადო სიკეთე, იქმნება სიკეთე გარკვეული კატეგორიებისთვის. აგვისტოში 25-ში 9600-ზე მეტი აქვს 3%. 28000 კაცს. გროსიდან ამას უნდა გამოვაკლო 22%, ანუ აირჩიე 41 ქართული ოცნება უკრაინის ომმა უბრალოდ შექმნა ახალი შესაძლებლობები იმ ხალხისთვის, ვისაც ეთიკური დილემები არ აქვს. საქართველოში არის ერთი კომპანია, ქართული კომპანია, შპს Enterprise, რომელმაც 2023 წელს 33 მანის მანქანა გაიყვანა ტრაილერი საქართველოდან პირდაპირ რუსეთში. ვისი კომპანია ეგეც გეცნობათ? მაგალითად ჩვენი გამოძიებების ფარგლებში გვისაუბრა
თანაუგრია ბევრ კომპანიასთან, რომელიც სანქცირებული ნივთებით ვაჭრობს. და მათ უთქვამს, რომ ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც სარგებლის მიღების შესაძლებლობას და რატომაც არა. და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არაპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. მე მთავრობა არ მიშლის, ანუ მარეგულირებელი ვინც არის, არ მიშლის, რომ გავიტანო სანქცირებული მაგალითად ტრაქტორი რუსეთში. და მე მივდივართ იქამდე, რატომ არ არეგულირებს სახელმწიფო და რატო არ ეუბნება, არ უზღუდავს ბიზნესს, ხო? აქ ორმხრივი სარგებლის მიღების ამბავია და მაგიტომ ქართულ ოცნებას აქვს ეს შემოსავალი სხვადასხვა არალეგალური, არაკანონიერი, არაეთიკური ბიზნესებიდან. ფაქტია, რომ კოლ-ცენტრები, რომელზეც გვქონდა დიდი გამოძიება, დღემდე მუშაობს, ის კონკრეტული კოლ-ცენტრიც, რომელზეც ჩვენ გამოძიება გვქონდა, ისიც დღემდე მუშაობს და ადამიანები, რომლებზეც ვწერდით, სახელებით და გვარებით, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ ფინანსურ დანაშაულში, დღემდე თავისუფლები არიან და ამის გარდა კიდევ ვიცით ათეულობით სხვა კოლ-ცენტრი ესე ცოდნის დონეზე, რომ ისინი მუშაობენ და მათ შორის უფრო მასშტაბურადაც მუშაობენ, ვიდრე ჩვენს მიერ გამოძიებული კოლ-ცენტრი იყო, რომელიც 3 წელიწადში თუ 2 წელიწადში 35 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. და ვიღაცებმა გითხრეს, რომ ეგო რა თანხაო, ჩვენო მაგდენსო ერთ თვეში გამოვიმუშავებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იგივე სუსისა და თბილისის მერიის შენობების გვერდით აკაკი ქევხიშვილი მართავს ოფისებს, სადაც დაახლოებით 80 ადამიანი უცხოელებს ძარცვავს. ეს ძვირადღირებული მანქანები, ფუფუნება და ასეთი ცხოვრების სტილი ზუსტად მაქედან მოვიდა, რომ ეს შემოსავლები, რომელიც არალეგალურია, გაჩნდა ქვეყანაში, ეს არის უკონტროლო სიტუაცია, როცა არავინ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, ასე ოფიციალურ დონეზე. ნახე ეს დალაგდა რა. ანუ 50,000 და მეტი თვეში 25 წლის სექტემბერში არის 1100 კაცი. čo ბევრი არ არის რა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის გზების იმდიდრის შექმნის, ხო? და ნუ აქ ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანია რაც კატეგორიზება გავაკეთოთ, ხო? პირველი ეს არის, ვიტყოდი ასე რომ ფორმალური გზები და არაფორმალური გზები, ხო? ძალიან ჭირს ვისაუბროთ არაფორმალურ გზებზე სიმდიდრის შექმნის, რადგანაც განსაკუთრებით 21 საუკუნის ამ 10 წლეულში უკვე ისეთი არხებით შეიძლება ადამიანი არაფორმალურად გამდიდრდეს და ისე დამალოს ეს სიმდიდრე, რომ უკვე ძალიან რთული გახდა ზოგადად ამ არაფორმალური ქონების აკუმულაციის მიყოლა. შენი ასე იგი ბედრობითი მოჭარგი წამი არა ეგრე არის. ვინ არიან ეს ადამიანები, რა სტილის ცხოვრება აქვთ, როგორი შეხედულებები აქვთ, როგორ ერთობიან, სხვა საზოგადოება გამოჩნდა საერთოდ. აი ეს არის, ნახე? ეგ არის. დავუყევით ამ ხალხის სოციალურ ქსელებს და შევადარეთ გიფერს. ვადარებდით გაჟონილ მასალებს და ასე მოვაგროვეთ თაღლითების ნამდვილი სახეებიც და ნამდვილი სახელებიც. უმაღლეს განათლება მიღებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ უცხოენის ცოდნა, აქვთ რაღაცა პოტენციალი, სხვა ალტერნატივები ამ საქმის გარდა, მაგრამ მათ აი ფულზე გაცვალეს. ძალიან დიდ ფულზე.
ამ კოლ-ცენტრების გამოძიებაშიც გვყავდა ანუ მსხვერპლები, ანუ რეალური ადამიანები, რომელთანაც ამ ახალგაზრდებს თვეობით ჰქონდათ კომუნიკაცია და ძალიან კარგად იცოდნენ, რასაც უკეთებდნენ. მაგრამ აი წარბიც კი არ შეუხრიათ, როცა ეს ხალხი აი თვითმკვლელობას ცდილობდა. და ეუბნებოდა, რომ მეტი ფული აღარა მაქვს და ახლა თავის მოკვლას ვაპირებ. ესენი იცინოდნენ ამას და აი ამის დანახვა იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ არაფორმალურად გამდიდრება, როგორც წესი, კავშირშია რაღაცა ისეთი ტიპის საქმიანობასთანაც კანონით აკრძალულია, წესით ამ საქმიანობას ხელს უშლის სახელმწიფო და შესაბამისად ამას აქვს დროებითი ხასიათი. გამდიდრება, ასე ვთქვათ, კაპიტალით და გამდიდრება ხელფასით. ჩვენ შემთხვევაში ხო ანუ უნდა ალბათ ორი მაჩვენებელი, ეს არის როგორც თქვი, დივიდენდები და ხელფასები. საქართველოში არსებობს სადივიდენდო გადასახადი დივიდენდზე და როდესაც გადასახადის გადახდა ხდება, ანუ კომპანია რო ნახოს მოგებას და მე გადაიხდის მოგების გადასახადს და მე გასცემს დივიდენდს, უნდა გადაიხადოს 5% სადივიდენდო გადასახადი და გვაქვს საინტერესო ესეთი მონაცემი, რომელიც რაღაც წარმოდგენას გვიქმნის საქართველოში გამდიდრება როგორ ხდებოდა, როდესაც 2020-ში 100 მილიონი აიკრიფა ლარი ამ გადასახადით და უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არის ოღონდ რეზიდენტებზე და არარეზიდენტებზე გაცემული დივიდენდები, ოღონდ ქართული კომპანიებიდან. და 24 წელს, ანუ 5 წელიწადში სახელმწიფო მაკრიფა ორჯერ მეტი თანხა, ანუ 200 მილიონი ლარი და ეხლა რას ნიშნავს ეს? სხვანაირად რო შევხედოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ 20-ში 2 მილიარდი ლარის დივიდენდი გაიცა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 20-24-ში გაიცა 4 მილიარდი ლარის დივიდენდები ფიზიკურ პირებზე, ოღონდ რეზიდენტებზე და არარეზიდენტებზეც. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად, მოდი ესე ვთქვათ, ის ვინც იღებს დივიდენდებიდან შემოსავალს და ასე მდიდრდება, მათი რაოდენობის შესახებ არ ვიცით, მაგრამ თანხობრივად ამ ადამიანების ჯგუფმა, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გაიზარდა კიდევაც, ხო? მიიღო ორჯერ მეტი დივიდენდი. მეორე საკითხი ეს არის ხელფასები. და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე. აქ გვაქვს ორი მაჩვენებელი, ხო? ერთი რაც დავითვალეთ იყო, ხელზე ვინც იღებს დაახლოებით 500,000 ლარს, ხო? და საინტერესო არის აი აქ ეს მომენტი, რომ ჩვენ მივიღეთ შემდეგი შედეგი, რომ 21 წლის ნოემბერში ასეთი ადამიანები იყვნენ ჯამში 528 და 25 წლის სექტემბერში ასეთი ადამიანები იყო 1100. ხო? ანუ დაახლოებით 110%-დან 2-ზე მეტჯერ გაიზარდა ასეთი ადამიანების რაოდენობა, რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ინფლაციაც, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ 2-ზე მეტჯერ გაიზარდა ასეთი ადამიანების რაოდენობა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დიდრების ზრდის ტემპი როგორც მინიმუმ მაღალია, თუ ამათ დავარქვევ დიდრებს. მეორე მაჩვენებელი, რაც ასევე ჩემი აზრით საყურადღებო არის, ეს არის აი ეს 9600 ლარის ხელფასის საკითხი და აქაც რომ ნახეთ, ბოლო მაჩვენებელი მქონდა აღებული 22 წლის მარტი, ანუ ბოლო რა საბაზისო მაჩვენებელი
სადაც 9600 ლარზე მეტი ხელფასი ჰქონდა 12500 ადამიანს და მაგჩვენებელი როცა ავიღეთ 25 წლის აგვისტო, ჰქონდა 28200 ადამიანს. თუნდაც რომ ეს 28200 რო ავიღოთ, ეს არის თუ საქართველოს მოსახლეობას ავიღოთ როგორც 3.7 მილიონს, ეს არის მთლიანი მოსახლეობის 0.7%. ეგეც მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვისაუბრია საშუალო ხელფასზე, რომელსაც დაახლოებით 2200 ლარია და აქ ყოველთვის ის არის, ხო, ფაქტორი, ხო, არის ეს მართლა საშუალოც ქართველებს 2200 ლარი გვაქვს და საქმე იმაში, რომ არ გვაქვს. ჩვენ ვიმყოფებით ცენტრალურ უბანში და მეც ვცხოვრობ ისეთ ადგილას, სადაც კვადრატული მეტრი ღირს $2000-დან ზემოთ, მაგრამ ჩემს გვერდზე მეზობელს არ აქვს საშუალება, რომ თბილი წყალი კონდეს და არის აბსოლუტურად დისონანსური ფას და მოცემულობას შორის და ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულად სევდიანს ხდის ამ ყოფას, იმიტომ რომ ადამიანები რაღაცნაირად გვერდ ცხოვრობენ. პორშეებით მოდიან, იმიტომ რომ უნდა რომ ვაკეში იცხოვროს, უნდა რომ სოლოლაკში იცხოვროს და გვერდზე არის ნანგრევი, სადაც შეიძლება პენსიონერს მართლა ფული არ ქონდეს. მე თვითონ ცხოვრობ ესეთ უბანში. სულ ვამბობ, რომ მე ქოცურ გარემოში ვიცხოვრე ძალიან დიდი ხანი და ჩემი მთავარი, ესე ვთქვათ, სიამოვნება იყო, რომ ამ ქოცებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ბანძი ტიპები იყვნენ. სრულს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს, თავდადებულ პატრიოტს, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თუნდაც განათლებასთან დაკავშირებით, თუნდაც ცხოვრებასთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, თუნდაც რაღაცნაირი სიხარბე, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ შენ 20 ჩანთა, 5 რაღაცა ახალი ეს ჩანთა უნდა გქონოდა, იქ მიდიოდი, შოპინგობდი. ჩვენ წარმოგიდგენთ დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტს და ამის შემდეგ განათლების მინისტრთან ერთად გვექნება უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრის გაგრძელების შეასრულება. მე გავიგეთ თეონა, რომ ეხლა შენ იტალიაში ისწავლე და ჩვენც ვიცით ევროპა შენზე უკეთ, იმიტომ რომ მიშელინის 5 ვარსკვლავიან რესტორნებში დადიოდნენ და შავხიზილასაც მიირთმევდნენ, აპეროლსაც სვამდნენ, რა ვიცი, მუზეუმში წავიდოდნენ, ფოტოსაც გადაიღებდნენ, მაგრამ ღირებულებითი ნაწილი იყო მხოლოდ რა ჩავიცვა, სად წავიდე, იმას ისაცვია, ამას ესაცვია. კალოშებით მოვიდნენ, როგორც ამბობენ და ძალიან მიხარია, რომ ბიძინა აპირებს იგივე კალოშებით გაუშვას უკან. ერთ-ერთი სურვილი მაქვს, რომ აი ეს ოქროს ბრელოკი რო იყოს სრულიად სიგოიმე, ის დაუბრუნოს ღარიბაშვილის ოჯახს. აი, მაგაზე გოიმური ნივთი არ მინახავს და თუ რამე სხოდი ბიზნეს ვეთქვათ, რომ ის ოქროს ბრელოკი კონდეს სამახსოვროდ ამ 13 წლიანი ბოგანო ცხოვრების. Still not happy, maybe you got luxury problem. But when you have it, then you lose your problem. It's the luxury problem. But when you lose yourself, you find this problem. ფულის
დანიშნულება არის მისი გამოჩენა რა თქმა უნდა ხა რაც არ უნდა გინდოდეს შენი მის თქმა რომ ფულის დანიშნულება არის რაღაც სიკეთის კეთება ეს არის 10% რომელიც შეგნებულ ადამიანებს აქვს და მეორე არის show-off-ი ხა რა ვიცი კაც ზებრა ყავს ნაყიდი და პინგვინს აცხოვრებს და ხა როგორ შეიძლება რომ მას show-off-ი უკვირდეს ქორწილი რო ქონდა ერთ-ერთ ეს ჩვენს გამოძიებაშიც იყო ფილმში ვერტმფრენით რომ მივიდა თავის ქორწილში და აი ასეთ რაღაცა ის გიჟური რაღაცები ყიდულობენ ერთს ქონდა 10 ბინა ნაყიდი მაგალითად თბილისში სხვადასხვა უბანში 2 წელიწადში ნუ აღარ ვლაპარაკობ ძვირადღირებულ მანქანებზე ხანდახან აი ქუჩაში რომ მივდივარ ამ გამოძიების მერე მაგ ეგეთი განცდა რომ ძვირადღირებული მანქანა თუ არის და წინ რაღაცა სახელის ინიციალები ან რაღაცა ესეთი მარი ან რაღაცა თუცა სულ მგონია რომ ეს ვიღაცა კოლ ცენტრში მუშაობს რას უსმენთ? მე ბერას ეხარას. შეგიძლიათ რომ წაგვიყენეთ. ნუ დავიწყოთ იქიდან რომ იცოდე, შენთვის რომ იცოდე, ვაკე აღარ სვამს ყავას, ჩვენ ყველაზე მატჩაზე გადავედით. ის რომ, როდესაც არის ფიზიკური დატვირთვა და ადამიანი პარალელურად მიირთმევს მატჩას ჩაის, ცხიმის წვა 25%-ით მატულობს და ძლიერდება ამ დროს. თავის ტვინის მუშაობის გაუმჯობესება, ასევე გაუმჯობესება ისეთი ფუნქციის, რაც არის აზროვნება. მეორე არის ეს ჩაცმულობის სტილი, როდესაც ვცდილობ რომ რაღაცა ოკრიბადან ჩამოხოდი და old-money aesthetics მოირგო, რაღაცნაირი ეს ორბორტიანი პიჯაკები და ასე შემდეგ, ქალებში და კაცებში. მე ქუთაისელი ვარ და ქუთაისელებს აქვთ ეგისა რომ მოკვდება, აი სულ მშიერი რო დარჩეს. ამოიღებს იმ ლუკმას ბოლოს და ახალ კაპას ან რაღაცას იყიდს. ხო, რომ ორი ერთი და იგივე ტანსაცმლით არ მივა ვიღაცასთან, არ გამოჩნდება ეკრანების წინაშე. ვიღაცები ყავთ მაგალითად კალად იყოს სწორება მაგათი ქალებში არის ოზემპიკი და ვინირება ეს არის ზღვარგადასული ფილერები სახეში ოღონდ ეს არის პირველი თაობა ძველი თაობის კოცები თუმცა ხა იმასაც ვიტყვი რომ თავიდან უფრო აღრთავანებულები იყვნენ იმით რომ ბიზნესგან იყვნენ რჩეულები და მე ცოტა მიხვდნენ მე გადავდნენ ფულის შევნაზე ყველა დაწყმარდა გაჩუმდა ყველამ რაღაც თავის ბიზნესი წამოიწყო ძალიან უნდოდათ და ბევრს აქვს ამ შეძლებული კოცების 90%-ს დასავლეთში უძრავი ქონება, ზოგმა რაღაც პატარა ბიზნესი დაიწყო, შვილები იქ სწავლობდნენ და ამიტომ ეგონათ რომ გაძურებოდნენ ამ პერიოდს, აი ამ რუსიფიკაციის პერიოდს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2012 წლიდან და უიმე შენ გიჟი ხარი ხა და გეჩვენება იყო მათი პასუხი, ეგონათ რომ გაუვიდოთ. გილოცავთ ყველას ბანკირის დღეს, ჩვენს პროფესიონალურ დღესასწაულს. კრიტერიუმი ერთ-ერთი გამდიდრების ასე ვთქვათ, როგორც ვთქვით, არის შექმნის უნარი დანაზოგების, ხო და ნუ პირველი რაც მნიშვნელოვანია და მგონი ამ ხრივ ცოტა წინ წავედით არის რომ ხალხი ყულაბაში და შეაქვია
მატრასაში და მაშინ აღარ ინახავს ამ დანაზოგებს, მაგრამ ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ რაღაც ნაწილი ინახავს, მაგრამ უმრავლესობა მგონი ვინც ლეგალურად არის გამდიდრებული, მოდი ესე ვიტყოდი, ის არ ინახავს ამას. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში 2022-2024 წლებში განხორციელებული უპრეცედენტო ოდენობის 624 მილიონი ამერიკული დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უკანასკნელმა მოვლენებმა საქართველოში, ვფიქრობ, პირველ რიგში გულისხმობა იმ ფულის გათეთრების სკანდალებს და სკანდალს იმერთ განსაკუთრებულად დიდი ოდენობითაც, მაგრამ სხვა, ესე ვთქვათ, ჰედლაინებმაც აჩვენა, რომ ერთი ჯერ კიდევ ესეთი ჭყალებში შავი ფულის მოძრაობა ქვეყანაში საკმაოდ დიდია. ამას ხელი შეუწყო ყოველ მიზეზ გარეშე, ხელი შეუწყო უკრაინაში ომმა, რუსების შეჭრამ უკრაინაში და მერე რუსების შემოჭრამ ჭყალებში საქართველოში, როდესაც დიდი რაოდენობით ტვირთბრუნვა შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? სადაც არის ტვირთბრუნვა, იქ არის ფულის ბრუნვაც, ხო? და შესაბამისად, სადაც არის ესე ვთქვათ, ნახევრად ლეგალური ფორმის ტვირთბრუნვა, იქ არის ნახევრად ლეგალური ფორმის ფულის ბრუნვაც. და შესაბამისად, აი ამ ფაქტორებმა გააჩინა ქვეყანაში, გაზარდა ქვეყანაში ეს ეგრეთ წოდებული შავი ფული და აქედან გამომდინარე ძალიან გაჭირდა შეაფასო რეალურად დიდრების რაოდენობა, ჩვენ ახლა მაგალითად რიცხვები მოვიყვანეთ, ხო, მაგრამ ჩვენ ხედავთ თვარის ერთ მხარეს და მეორე მხარეს ვერ ვხედავთ. ძალიან რთული შესაფასებელია ის კოლ-ცენტრებში ზუსტად რამდენია ჩართული ამ ბიზნესში. ამას წინ იყო რაღაცა ესეთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადღაც 100,000-იო. ჩვენი გამოძიებული კომპანიის მაგალითზე რო შევხედოთ, სადღაც ნახევარი მაინც არის ისეთი კომპანიაში, ვინც მაღალ შემოსავალს იღებს. ქეში არის და ბიტკოინები არის. უფროსი ამბობდნენ, რომ თვის ბოლო რომ მოვიდა და მაგალითად, ხო არ მოიტანა ფული, გამოჩნდა, სად არის? ანუ ფული მოიტანა, ქეშს ნიშნავს, ანუ ფული მოიტანა, კი არა ერიცხებოდათ ამდენი. ესე ქეშად მოქონდა იმ უფროს და არიგებდა. მეორე მიმართულება, რომელიც წამოიჩიტა ამ ბოლო ხანებში, არის ეს სანქცირებული პროდუქტით ვაჭრობა. რუსეთს ვაწვდით, რუსეთიდან მოგვაქვს რუსული ტრადიციული პროდუქტი და ევროპაში როგორც ქართული ისე გაგვაქვს. აი ამ რეექსპორტში ნახეთ როგორი ამბავია. ახლა ჩვენი კვლევა რასაც აჩვენებს, როგორი ტიპის ხალხთან გქონია შეხება. არის ორი კატეგორია ძირითადად, ვინც ამ სანქცირებული ტვირთის მოძრაობით ხეირობს. ერთი არის წვრილფეხობა, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ და მიხვდნენ, რომ აქ შესაძლებლობაა რაღაცა და მოდი რაღაცა ვცადოთ. მაგალითად, ძიმე ტექნიკას, ტრაილერებს ვერ გაიყვანს ესეთი პატარა ვიღაცა, რომელმაც უბრალოდ შანსი დაინახა და რაღაცას ფაფხურობს თავისთვის. აქ უკვე ახლა დიდი თევზები მოდიან წინა პლანზე. მაგალითად, ჩვენ გამოძიებაში გქონდა, რომ თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთმა შვილობილმა კომპანიამ გაიყვანა 33 მანის ტრაილერი რუსეთში. როცა აი მანქანების გადამზიდი რაღაცა დიდი ევაკუატორებივით ეგ თუ მიადგება საზღვარს და გადაკვეთა უნდა, ეგ იგულისხმება ექსპორტად. მაგრამ შენ ამ ტრაილერიდან რო ჩამოსვა ეს პრადო და მარტო პრადომ რო გადაკვეთოს საზღვარი, ეგ იგულისხმება როგორც ინდივიდუალური კვეთა. ეგრე აკეთებენ. და ასეთი ტრანზაქცია, ჩვენი ჟურნალისტი 5 საათი იყო საზღვართან. აი ამ 5 საათში დათვალა 50. სპეციალური ავტოსადგომია ლარსის საზღვართან. ჩვენ მხარეს შემოსავლების სამსახურის კონტროლირებადი ზონაა. და ეს მანქანები ესე გამოდიან თითო-თითოდ, მიდიან საზღვარზე, კვეთავენ და მე მძღოლი გადმოდის ფეხით უკან. და ჩვენ რო შემოსავლების სამსახურს ვკითხეთ, ხალხო, აი ჩვენ თუ შევამჩნიეთ 5 საათში, რომ ეს სქემა მუშაობს,
ეს ხო თქვენი კონტროლის სივრცეა. ვერ შეამჩნიეთ 2 წელი და 3 წელი რომ ეს ხდება? დღესაც ხდება უფრო მასშტაბურად, ვიდრე ჩვენ რო გამოვიძიეთ და დავდეთ, იმასთან შედარებით მოიმატა. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 5 წელიწადში ქართველების რაოდენობა ჯამში და ისედაც მეტი გამდიდრდა. გაღარიბების დინამიკა ხო არ არის, იმიტომ რომ შეიძლება იყოს გაღარიბების დინამიკაც, ხო, მაგრამ არა, ნამდვილად ამ ქვეყანაში ბოლო 5 წელიწადში არ იყო. შემდეგი არის უკვე სადა აბანდებენ ეს ადამიანები ფულს რა, თუ სახში ოქროზოდებს დებენ, ამას ეკონომიკაზე ვერ ექნება დადებითი გავლენა, ხო? გააქვთ ქვეყნის გარეთ, ესეც ეკონომიკაზე დადებითად ვერ იმოქმედებს. ამიტომ გააქვთ მარტო დასვენებისთვის კი არა, გააქვთ ზოგადად გააქვთ და გააქვთ. დაკვლავ უბრუნდებით მილანს, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა. სრულწლად შემიძლია ვთქვა, რომ მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახაკალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია. რა არის ახლად გამდიდრებული ქართველების ფულის მართვის სტრატეგია. მე მგონია რომ თუ ლაპარაკობთ პროგნოზებს ახალი მდიდრების გაშენის და პროგნოზებს ახალი მდიდრების მიერ ფულის მართვის სტრატეგიის მე მგონი ის ტემპი რაც ჰქონდა 5 წელიწადში 20-20-22-ში ვერ შენარჩუნდება, პირიქით შეიძლება შემოbrunდეს და მე ვფიქრობ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაჩნდება ამ ახალი გამდიდრებულიდან, ვინც გაიტანს აქედან კაპიტალს. ჩვენთან ეს ემიგრაციის პროფილიც ცოტათი შეიცვალა. ადრე მიდიოდა ადამიანი, იმიტომ რომ აქ სამსახური არ ქონდა და იცოდა რომ იქ უცხოეთში იმუშავებდა და რას თანხას გადმორიცხავდა. ეხლა აქ უკვე ბევრი მიდის ბავშვებით, ოჯახებით შეძლებული, გამდიდრებული ახალი ქართველები, რომლებიც ამბობენ რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს, თუ ძალიან მდიდრებიც ასე ჩათვლიან, რა თქმა უნდა, ამას ექნება ძალიან ცუდი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე. ახლა ქართული ოცნება დგას და მათი სისტემა ფინანსურად დგას ამ რამდენიმე ძირითად შემოსავლის წყაროზე. ეს არის სანქციები, ეს არის კოლ-ცენტრები, ეს არის ნარკოტიკების ტრაფიკი ქვეყანაში, ეს არის სუროგაციის ბიზნესი. ესენი არის ბიზნესები, რომელიც არის რეგულირების მიღმა. ერთმა ბიზნესმენმა ძალიან გულწრფელად, ისე რომ არ ველოდი, მითხრა. თემა იყო იმაზე, რომ რაღაცა სუბსიდიები მიიღო სახელმწიფოდან, პროგრამებიდან და უკან გადარიცხა გარკვეული თანხა ქართული ოცნების ანგარიშზე როგორც დონაცია. და ვკითხეთ, რომ ეს როგორ მოხდა. და გვითხრა, თქვენ რა საქართველოში არ ცხოვრობთ? არ იცით ბიზნესი როგორ მუშაობს ამ ქვეყანაში? მე გავშრი, იმიტომ რომ ყველაფერს ველოდი ამ პასუხის გარდა. მე ხარ მივხვდი რა უნდა მეპასუხა, იმიტომ რომ ძალიან დავიბენია. მოდით ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის ჯანსაღი გარემო, სადაც ჯანსაღად ვითარდება ბიზნესი. ეს არის არაჯანსაღი გარემო და გვყავს არაჯანსაღად გამდიდრებული, არაჯანსაღი გზით გამდიდრებული ხალხი.